შეიძლება ჯერ კიდევ არ გიფიქრიათ, მაგრამ თანამედროვე ებრაული ენა, ანუ ივრითი, სულაც არ იყო ის ენა, რომელზეც ყოველთვის საუბრობდნენ ებრაელები. ებრაული ხალხის რევოლუციის ენა საკუთარ მიწაზე ებრაელი ხალხი გახდა, რომელიც პირველი და მეორე ალიის ფარგლებში ყალიბდებოდა და რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისს. დღეს კი ამბობთ ადამიანზე, რომელმაც შექმნა პირველი ებრაული ლექსიკონი. მას ძამდა, რომ ენა ეს არის ხალხის სული. ებრაული თანამედროვე ენა თავიდანვე სალაპარაკო ენა უნდა ყოფილიყო. ჯერ კიდევ მასში, როცა ქვეყანაში საკმაოდ შერეული რეპატრიანტები იყვნენ და მათ საერთო ენას წარმოადგენდა რელიგიური ტორას ენა, ასევე არამეური, პოლონური, ფრანგული, იდიში, იტალიური და ასე შემდეგ. მას სჯეროდა, რომ ებრაელებს ვერ ექნებოდათ ეროვნული ერთიანობა, სანამ ისინი სხვადასხვა ქვეყნების ენაზე ილაპარაკებდნენ და ამიტომ ელიეზერ ბენ-იუდამ შექმნა პირველი ებრაული ლექსიკონი და იმდროინდელი თანამედროვე ებრაული ერი ერთ ენაზე ალაპარაკა. მაშასე, ვინ იყო ელიეზერ ბენ-იუდა? ელიეზერ ბენ-იუდა დაიბადა 1858 წლის 7 იანვრს ლიტვის პატარა სოფელში, ლუშკიში, ამჟამინდელ ბელარუსის ტერიტორიაზე. 1878 წელს ბენ-იუდა გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც დაიწყო თავისი უდიდესი მისია ებრაული ენის აღორძინება. 1884 წელს მან დაარსა პირველი ებრაული გაზეთი ჰაცვი. შემდეგ იყო ორ, ანუ სინათლე, სადაც მხოლოდ ახალ ივრითზე იწერებოდა. მისი ყველაზე დიდი მოკავშირე იყო მისი მეუღლე დებორა. ბენ-იუდას ოჯახმა პრაქტიკულად შექმნა პირველი ებრაული მოლაპარაკე თაობა. ეს არა მხოლოდ სიმბოლო, არამედ ნათელი მაგალითი იყო სხვებისთვის, თუ როგორ შეიძლება ენა გახდეს ყოველდღიური ყოფის ნაწილი. მან მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა ოჯახში მხოლოდ ებრაულად, ანუ ივრითულად ესაუბრა. და სწორედ მათი შვილი, ბენ-ციონა იყო პირველი შვილი, რომელმაც საუბარი ებრაულ ენაზე დაიწყო და მისი პირველი სიტყვა იყო აბა, ანუ მამა. საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მხარდაჭერით ებრაული გადაიქცა ცოცხალ, მრავალმხრივ და მუდმივად განვითარებად ენად. ბენ-იუდა გარდაიცვალა 1922 წელს და მხოლოდ 20 წლის შემდეგ ივრითი ენა გახდა ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალური ენა. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე სიტყვას, რომელიც შეიქმნა ახალი ივრითისთვის და რომელიც დღეს ჩვენი ყოველდღიურების ნაწილია. იქამდე კი არ დაგავიწყდეს, გამოიწეროთ მეტი საინტერესო იდეებისთვის ჩვენი Facebook, YouTube და TikTok არხები.